მივესალმები პატივცემულ დეპუტატებს, მივესალმები სახალხო დამცველს, პატივცემულ სტუმრებს. ნება მიბოძეთ სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების სისტემის განწყობა ინფორმაცია მოგაწოდოთ რეკომენდაციებთან მიმართებაში და ამას იმ თავების მიხედვით გავყვებით, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიში არის მოცემული. ანგარიშის მეხუთე თავში, სადაც თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებაზე საუბრობს სახალხო დამცველი, საერთო სასამართლოებს აძლევს რეკომენდაციებს, მათ შორის რეკომენდაცია უკავშირდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისას იმ საფრთხეების დეტალურად შესწავლას, რომლებსაც შეიცავს პირის თავისუფლებაში დატოვება და საფრთხეებზე მსჯელობისას სახალხო დამცველი გვაძლევს რეკომენდაციას მიეთითოს ფაქტობრივი გარემოებები და არ შემოიფარგლოს სასამართლო მხოლოდ კანონის ციტირებით. სახალხო დამცველის ანგარიში აღნიშნულია საანგარიშო პერიოდში წინა წლებთან შედარებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის კლების ტენდენცია, თუმცა ასევე მითითებულია, რომ ეს მაჩვენებელი 2016 წლისთვის სახალხო დამცველის შეფასებით არის უმნიშვნელო და ის 1%-ზე ნაკლებია. ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ სურათი ნათელი იყოს, ჩვენ სტატისტიკას დეტალურად წარმოგიდგენთ, რაც სასამართლოებისათვის იმედის მომცველი სტატისტიკა არის და მე ვფიქრობ, უფლებების კუთხითაც ამას აქვს მნიშვნელობა. სასამართლო სტატისტიკის მონაცემები ცხადყოფს, რომ 2016 წლის განმავლობაში სულ გამოყენებული იქნა 10,598 აღკვეთის ღონისძიება, საიდანაც პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი არის 3,082, ანუ 39,1%, ხოლო 67,516 შემთხვევა, ანუ 70,9% გამოყენებული არის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება. აღნიშნული ნათლად მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების მაჩვენებელთან შედარებით და საერთო სასამართლოების მიერ პატიმრობის შეფარდების უკიდურესი შემთხვევის ტენდენციებს მიანიშნებს. ამასთან სახალხო დამცველის ანგარიში მითითებული საანგარიშო პერიოდი 2015 წელთან შედარებითაც საინტერესო იქნება, რადგან პატიმრობის კლების უმნიშვნელო მინიშნება არის გაკეთებული, რაოდენობრივი თვალსაზრისით თუ ნახავთ ამ საკითხებს, ძალიან საინტერესო აღმოჩნდება თქვენთვისაც. კერძოდ 2015 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული იქნა 3,678 პირის მიმართ, ხოლო 2016 წელს 3,082 პირის მიმართ. სხვაობა არის 596 პირი, ხოლო 2011 წელთან შედარებით სხვაობა შეადგენს 3,476 პირს. საგამოძიებო ორგანოების მიერ პატიმრობის მოთხოვნით შემოტანილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2011 წელთან შედარებით შემცირებულია და 94% შეადგენს, ხოლო 2015-2016 წლებში ყველაზე დაბალი ნიშნულია და 61% არის. აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ტენდენციასაც თუ ნახავთ, 2011 წელს სასამართლომ არ დააკმაყოფილა პატიმრობის შეფარდებაზე შემოსული პროკურატურის შუამდგომლობის 0,1%, ხოლო 2015 და 2016 წლებში არ დააკმაყოფილა 35%, რაც ასევე ბოლო წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა აღნიშნულისა, როგორც ანგარიშია მითითებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძირითადად გამოიყენება იმ ბრალდებულების მიმართ, რომელსაც ბრალი მძიმე ან და განსაკუთრებით მძიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენაში ედებათ. ამასთან სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით განჩინებაში არ იკვეთება, რაში გამოიხატება კონკრეტული ბრალდებულის მიერ მიმალვის, გამოძიებისათვის ხელის შეშლის, მოწმეზე ზემოქმედების ან და მტკიცებულების განადგურების საფრთხე, რაც მიანიშნებს განჩინებათა დაუსაბუთებლობაზე. აღსანიშნავია ჩვენს მიერ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძირითადად იმ ბრალდებულთა მიმართ გამოიყენება, რომელთაც ბრალი მძიმე ან და განსაკუთრებით მძიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენაში ედებათ, რაც არ შეიძლება შეფასდეს უარყოფითად. რაც შეეხება განჩინების დასაბუთებლობის საკითხს, უზენაეს სასამართლოს მიერ მთელი რიგი აქტივობები იქნა განხორციელებული ამ მიმართულებით. შემუშავებულია სახელმძღვანელო სისხლის სამართლის წარმოებაში სასამართლო გადაწყვეტილების ფორმისა და დასაბუთების შესახებ, რაც სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტია და
მისი გამოყენება მოსამართლეების მხრიდან ითვალისწინებს ძალიან ბევრ რეკომენდაციაში დასმულ პრობლემებს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებლობის პრობლემას აქვს სხვადასხვა მიზეზები, რომელთა აღმოფხვრაზე იუსტიციის საბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს, მათ შორის მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა, რომელზეც ჩვენ ხშირად მივანიშნებთ, რაც უარყოფითად აისახება აღკვეთის ღონისძიების დროს სამართალწარმოებაზეც, ასევე მნიშვნელოვანია ტრეინინგების ჩატარება და სათანადო ინფორმაციის მიწოდება მოსამართლეებისათვის. ამ მიმართულებით მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, კერძოდ გადამზადების კუთხით, როგორც მოსამართლეების, ასე სასამართლოს სხვა მოხელეთა მიმართებით 2016 წელს პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მრავალი ტრეინინგი, მათ შორის არის აღკვეთის ღონისძიებები, დასაბუთებასთან დაკავშირებული პრობლემები. იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 93 ტრეინინგი ჩაატარა 2016 წლის განმავლობაში მოსამართლეებისა და თანაშემწეებისათვის. ასევე საბჭოს მხარდაჭერით გაიზარდა მოსამართლეთა საშტატო რაოდენობა წინა წლებთან შედარებით და ეს რომ ნათელი იყოს მოგახსენებთ 2015 წელს მოსამართლეთა შტატი გახლდათ 230, 2016 წელს 286, ხოლო 2017 წლისთვის ეს გაზრდილი არის 339-მდე. ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი ვაკანტური ადგილების შესავსებად. ასევე იუსტიციის სამინისტროს უზენაეს სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი არის ქართულ ენაზე, ქართული ინტერფეისის საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება დასაბუთების ხარისხის ამაღლებას საერთო სასამართლოების სისტემაში. აქაც სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკა და პრეცედენტები არის პრიორიტეტულ მიმართულებად წარმოდგენილი. შენიშვნა ასევე და რეკომენდაცია უკავშირდება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შემთხვევაში ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობების საკითხის კვლევას, რათა ადგილი არ ჰქონდეს გირაოს გადახდის მიზეზით ბრალდებულისათვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, ანუ პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაშიც მოგეხსენებათ სასამართლო ხელმძღვანელობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით და აღკვეთის ღონისძიების სახისა და ზომის გამოყენებას მოსამართლეც წყვეტს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მათი მოთხოვნების საფუძველზე. საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა უფლებამოსილებას თავად მოსამართლე იყოს აქტიური, რათა მოიძიოს აღკვეთის ღონისძიებისათვის ღონისძიების, ანუ გირაოს შეფარდებისათვის საჭირო ინფორმაცია და მტკიცებულებები. ხშირ შემთხვევაში ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობის შეფასება ხდება სასამართლოში განხილვის დროს მისივე ზეპირი განმარტებების საფუძველზე. შესაბამისად, გირაოს შეფარდების დროს სასამართლო გაითვალისწინებს იმ მონაცემებს, რაც არის წარმოდგენილი მხარეების მიერ და აქაც თუ სტატისტიკას ვნახავთ, უმეტესწილად პროკურატურის მიერ მოთხოვნილი შუამდგომლობა გირაოს თანხის ოდენობასთან დაკავშირებით იცვლება. მაგალითად, 2016 წელს სასამართლოს მიერ 75% შემთხვევაში მოხდა გირაოს თანხის შემცირება, მაშინ როცა 2012 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15% შეადგენდა. 2015 წელს ეს პროცენტი 73 იყო. ძებნილი ბრალდებულის დაკავების და მის მიმართ დაკავების კანონირების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზეც გვაძლევს რეკომენდაციას სახალხო დამცველი და ითხოვს, რომ სასამართლომ განმარტოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღნიშნული პროცესი, დაკავებული პირი სასამართლოს უნდა წარედგინოს ბრალდებულის გამოძიების ადგილას მიყვანიდან 48 საათიან ვადაში. საპროცესო კოდექსის შესაბამისად, აქაც დაპატიმრების შესახებ ბრალდებულის გამოძიების ადგილის მიყვანიდან არაუგვიანეს 48 საათისა სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს უნდა წარედგინოს გამოძიების ადგილის მიხედვით ბრალდებული. აღნიშნული ნორმის შინაარსი მიუთითებს, რომ დაპატიმრების შემდეგ ძებნილი ბრალდებულის წარდგენას გამოძიების ეტაპზე ახდენენ და შესაბამისად 48 საათიანი ვადა სწორედ აღნიშნულ შემთხვევაზე უნდა გავცელდეს. საქმის არსებითი განხილვის დროს ძებნილი ბრალდებულის დაპატიმრების შემთხვევაში ის წარდგენილი არის საქმის არსებითად გამხილველ მოსამართლესთან. რეკომენდაციის შესრულების უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რათა სასამართლოებს მიეცეთ ზემო აღნიშნული ნორმის რეკომენდაციის შესაბამისად განმარტების შესაძლებლობა.
აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებლობის ძალიან მაღალ სტატისტიკას მიუთითებს სახალხო დამცველი თავის რეკომენდაციაში და ამბობს, რომ აღნიშნული აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა სასამართლოები კანონით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს არ იკვლევენ სიღრმისეულად, ამიტომ აუცილებელია სასამართლომ ყველა ჩამოთვლილ წინაპირობაზე, რაც კანონში არის გაკეთებული, იმსჯელოს ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად და ამის შემდეგ გადაწყვიტოს საჩივრის დასაშვებობის საკითხი. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შეცვლის და გაუქმების თაობაზე საკანონმდებლო ჩანაწერი თავს არ შეგაწყენთ, მოგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლო იხილავს განცხადებლის საჩივარს და საჩივარში მითითებულია, რა მოთხოვნები დაირღვა გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა, რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია, ან არ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ და აღნიშნულმა რა გავლენა მოახდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მარცხომიერებაზე. აღნიშნული საფუძვლების დაკმაყოფილების შემდეგ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას დაუშვებლად გამოაცხადოს საჩივარი, ან მიიღოს წარმოებაში და განიხილოს. შესაბამისად, სახალხო დამცველის რეკომენდაციაში მითითებული ინფორმაცია, რომ სასამართლო ცალ-ცალკე უნდა იკვლევდეს საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვალდებულებაა სააპელაციო სასამართლოსათვის და ამას როგორც წესი ვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაცია ემყარება მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის მიერ დაუშვებლად ცნობილ საჩივართა სტატისტიკურ მონაცემებს და აქედან გამომდინარე აკეთებს ვარაუდ სახალხო დამცველი იმასთან დაკავშირებით, რომ კოლეგია დასაშვებობის კრიტერიუმებს სიღრმისეულად არ იკვლევს. საჩივართა დაუშვებლობის მაღალი მაჩვენებელი ჩვენი შეფასებით ვერ გახდება დასაშვებობის კრიტერიუმების შეუსწავლელობის შესახებ დასკვნის გაკეთების საფუძველი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საგამოძიებო კოლეგიის მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გამოტანილ განჩინებათა შინაარსობრივი კვლევა, რაც უზენაეს სასამართლოს პრაქტიკის განზოგადების განყოფილების კვლევის ფარგლებში მიმდინარეობს და ის სახალხო დამცველისთვის იქნება მიწოდებული. რაც შეეხება სახალხო დამცველის ანგარიშის მე-6 თავი, სადაც სამართლიანი სასამართლოს უფლებაზეა ყურადღება გამახვილებული, არის სასამართლოებისათვის შემდეგი რეკომენდაცია. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოებმა გაითვალისწინონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოცემული განმარტებები იმ საკანონმდებლო ნორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება განსახილველ საქმეს და სახალხო დამცველი აქ მიანიშნებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებას და მიანიშნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოები არ იყენებენ სამართალ წარმოების დროს. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მხოლოდ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა და ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენისა და პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას იძლეოდა. ხოლო რაც შეეხება 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამის ნორმას, ამაზე არ მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლო და არც მის არაკონსტიტუციურობაზე ამბობს რაიმეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულ საქმეში მსჯავრდებულის მიმართ საქმე წარმართულია 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ამიტომ ამ შემთხვევაში ხსენებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გამხდარიყო თითქოს საპროცესო კოდექსის 300-ე მუხლის დექვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება და განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ეს სადაო საკითხია და ჩვენი კანონმდებლობით ის არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დარეგულირებული. რაც შეეხება 300-ე მუხლის დექვეპუნქტის თანახმად განაჩენი იცით ექვემდებარება გადასინჯვას თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი არის სახეზე და აღნიშნული, როგორც მოგახსენებთ, ჩვენ ამ შემთხვევაში არ აქვს. ბატონო ნინო, ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, თუ შეგიძლიათ რომ მხოლოდ ძირითად მიმართულებებს. ძირითადია მე მგონი, იმიტომ რომ ეს უფლების საკითხს უკავშირდება, მაგრამ დასაგებია ხო, ანუ და მე შევაცდები. კი ბატონო. რაც შეეხება საქმეთა გონიურულ ვადაში განხილვის საკითხს,
რაც სახალხო დამცველის რეკომენდაციებშია და განსაკუთრებით მითითებული არის თბილისის სააპელაციო სასამართლო სახალხო დამცველის მიმართ დასახელებული არის 825 სააპელაციო საჩივარი 92 შემთხვევა გაჭიანურებისა და გაჭიანურების ვადები არის 4-დან 9 თვემდე. ამ თვალსაზრისით საქმეთა განხილვის გაწევრებული სტატისტიკური მაჩვენებლის კვლევა არ იქნება მხოლოდ გამოსავალი ჩვენი აზრით, გამომწვევი მიზეზები არის ღრმად საკვლევი და შესასწავლი და ამ შემთხვევაში აქაც ჩვენ ვასახელებთ მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობას და არაგონიულად დიდ დატვირთულობას სასამართლოების, რაც აისახება ბუნებრივია მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ამიტომ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით საბჭო აქტიურად მუშაობს და ამაზე დღევანდელი კონკურსიც მეტყველებს. რაც შეეხება ნაფიც-მსაჯულთა მონაწილეობით დადგენილი განაჩენის კანონიერების შეფასების დროს თითოეულ ჯერზე ვერდიქტის სიცხადის შემოწმებას, ბრალდების შესახებ დადგენილების ინფორმაციულობას და ინდივიდუალურობას, ასევე სასჯელის სახისა და ზომის დასაბუთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ საპროცესო კანონმდებლობას ვემყარებით და იმ რეგულაციებს, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს და ასევე მსაჯულთა საქმის განხილვის დროს ვერდიქტის ასე ვთქვათ, გასაჩივრების საკითხის შემოწმებას მიკერძოებული იყო თუ არა ნაფიცი მსაჯული, იღებდა თუ არა ის როცა გადაწყვეტილებას იღებდა საქმის მიმართ, ამ შემთხვევაში ჩვენი პროცედურები ყოველ შემთხვევაში არ გასაჩივრებულა და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტთან, ასევე ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან და აქ ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვარღვევთ ასე ვთქვათ ევროპული სასამართლოს ფუნქციას დადებულებებს და რაც შეეხება დათქმას იმისას რაც აქვს ევროსასამართლოს არ გავალდებულებს ნაფიც მსაჯულებს დაასაბუთოს ვერდიქტი მათ შორის სასჯელის სახე და ზომა სასამართლოს განმარტებით ნაფიც მსაჯულთა ობიექტურობა მათთვის დასმული შეკითხვებით შეიძლება დადგინდეს როდესაც ხდება მათი შერჩევა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დროს და ამ შემთხვევაში გამოირიცხება არასასურველი მიკერძოებული და სხვა ვითარებებით ნაფიცი მსაჯულის შერჩევა დამატებით მაინც მინდა ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ 2017 წლის 1 იანვრიდან შესულ ცვლილებებზე გავამახვილო ყურადღება და ვთქვა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა გაფართოვდა 6 რეგიონულ სასამართლოში გავრცელდა და ჩვენ ამისათვის საკმარისი მზაობა გვაქვს, როგორც ტექნიკური, ორგანიზაციული, ასევე სამართლებრივი რესურსით. დღეს ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამასთან ერთად ევროსაბჭოს პროექტის მხარდაჭერით მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ასევე 6-13 მაისს არის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა საქმეების განხილველი მოსამართლეების მონაწილეობით, რომელიც ასევე ადგილზე გაეცნობიან ყველა იმ დეტალს, რომელზეც თქვენს ანგარიშში და რეკომენდაციებში არის მითითებული. ასეთი ვიზიტი ასევე იგეგმება ინგლისში, როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთათვის, ასევე სასამართლო მოხელეთათვის. ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლო პროცესის უფლების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი არის ის ინსტრუქციები, რომელიც საერთო ქვეყნებში არსებობს ნაფიცი მსაჯულებისათვის. ჩვენ ამ ინსტრუქციების შესაბამისად არა როგორც გაიდლაინები ან სავალდებულო სახელმძღვანელო, მხოლოდ რჩევები და მითითებები შევქმნით ჩვენი სასამართლოსათვის, სასამართლოების სისტემისათვის. ეს პროცესი დღესაც გრძელდება, ამ პროცესში მონაწილეობას იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა და მისი მრჩეველი მაიკლ გრანტი და ევროსაბჭოს მოწვეული ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი. სამუშაო ჯგუფი ფაქტიურად ამთავრებს რეკომენდაციებზე მუშაობას სისხლის სამართალწარმოების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების და ამერიკული გამოცდილების შესაბამისად. ჩვენ გვესმის ვერდიქტის დასაბუთების პრობლემა, გვესმის ევროპული კონვენციის მიდგომები და ამ მხრივ ვფიქრობთ, რომ ევროპელ ექსპერტთან ჯერემი მაკბრაიდთან მუშაობით ეს საკითხები დაძლეული უნდა იქნეს თვით საკანონმდებლო ცვლილებების ფასადაც კი. რაც შეეხება სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევის საკითხებს, პროცესის მონაწილეთა შეურაცხყოფის ფაქტებს და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების საკითხებს, აქაც ჩვენ საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში ვართ და ასევე პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სხდომის დახურვის თაობაზე სასამართლოს ინიციატივით გადაწყვეტილების მიღებებს. ამ საკითხებთან დაკავშირებითაც ჩვენ ვაცნობიერებთ საპროცესო კოდექსის 192 მუხლის მესამე ნაწილის აქვე პუნქტით გათვალისწინებულ დათქმას, როდესაც სასამართლოს თავისი ინიციატივით აქვს უფლება დახუროს სასამართლოს სხდომა მთლიანად ან ნაწილობრივ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თუ არ არის
უკიდურესი საჭიროება პროცესის საჯაროების ინტერესებიდან გამომდინარე, ხშირად სასამართლო ამ ინიციატივებს არ მიმართავს, თუმცა თუ ეს პროკურორის ან მხარიშუა მდგომლობით ხდება, სასამართლო ამ საკითხებზე მსჯელობს, მაგრამ მე გეთანხმები თუ აქ საფრთხე არის იმ ძირითადი უფლებებთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე სასამართლომ ამ ბოლო დროს ნამდვილად გამოასწორა ეს პრაქტიკა და თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ საკითხებს. ამიტომ ის ფაქტი, რომელზეც თქვენ გაქვთ საუბარი, თქვენს ესე ვთქვათ, ანგარიში, კონტროლის განხორციელება ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პროცესზე იმ ეტაპებზე, როდესაც ხდება ასეთი საფრთხეები, კონტროლის განხორციელება სხდომის დახურვით შეუძლებელი არის და დამსწრე პირთა ვალდებულება უნდა იყოს გაჟღერებული, რომ არ გახმაურდეს ეს ინფორმაცია. მოსამართლე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც მოგახსენებთ, წყვეტს აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილების საკითხს და ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით აკეთებს მნიშვნელოვან დათქმას პროცესის მონაწილის მხარეთა უფლებებზე, პროცესის მიმდინარეობისას გააკეთონ კომენტარები და ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას კონკრეტული საქმეების თაობაზე. ასევე ევროსასამართლოს საქმე მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ უთითებს, რომ პროცესის მონაწილე მხარის ადვოკატის გამოხატვის თავისუფლება თანაბრად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, როგორც ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პროცესის მონაწილე მხარის მიერ გაკეთებული განმარტებები სასამართლო დარბაზის გარეთ და მისი გამოჩენა ტელევიზიაში ან პრესაში ინტერვიუს დროსაც ემსახურება კლიენტის ინტერესების დაცვას და საქმის გარემოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისათვის, რომელიც წარმოადგენს მის სუბიექტურ შეფასებას, როგორც პროცესის მონაწილე მხარეს. და ამ შემთხვევაში მხარეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული განცხადებების გამოხატვის გამო და ის დაცულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ანუ მათ შორის დასაშვები კრიტიკის ფარგლებში. რაც შეეხება გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების შინაარსის ნებისმიერი ფორმით გამჟღავნების დაუშვებლობას ბრალდებული სურვილის შემთხვევაში საპროცესო კოდექსის 257 მუხლი ეხება გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვის საკითხს. რაც შეეხება თქვენი რეკომენდაციის შემდეგი რეკომენდაცია, რომელიც მე-11 თავში არის, შეკრებისა და მანიფესტაციის საკითხებს უკავშირდება და რეკომენდაცია არის საერთო სასამართლოების მიმართ, რომ მათ უზრუნველყონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულად გამორკვევა და მიღებული დადგენილებების დასაბუთებულობის ხარისხის ამაღლება. ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ წინა წელსაც გქონდათ რეკომენდაციები, ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩაბმული იმ საკანონმდებლო პროცესში, რომელსაც ქვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტების განხილვა და ანალიზი. თქვენ იცით, რომ ორი პროექტი არსებობს, ჩვენ დღესაც აქტიურად ვიხილავთ საიასთან ერთად ორივე პროექტს, ასევე იმ პროექტს, რომელიც სამთავრობო დონეზე იუსტიციის სამინისტროს მიერ იქნა წარმოდგენილი და ჩვენ პირველად ინტერესია, რომ ეს საკანონმდებლო დონეზე იქნეს მოწესრიგებული. მოგეხსენებათ, დღევანდელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი ვერცერთ სტანდარტს ვერ პასუხობს და ესეთი ძალიან მაღალი სტანდარტების გამოყენება სასამართლოს მხრიდან თითქმის შეუძლებელია ამ შემთხვევაში. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, რომელიც იუსტიციის საბჭოს მისამართით არის გაკეთებული, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საერთო სასამართლოების მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გაცემისა და გამოქვეყნების წესის მე-6 მუხლთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან რეესტრში გადაწყვეტილების გამოქვეყნებისას არ იყოს დაფარული იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი, ამ საკითხთან დაკავშირებითაც ჩვენ ვიმსჯელეთ ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე და აქ ჩვენ ამ პროცესში ჩართული ყავდა თითქმის ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იყო თვითსახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო სექტორი, ყავდა უცხოელი ექსპერტები, საერთაშორისო დონის ექსპერტები და იურიდიული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების აღნიშვნის ფორმასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ვიცით, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება იურიდიულ პირზე და შესაბამისად იურიდიული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მიუთითებლობა ვერ იქნება გამართლებული აღნიშნული კანონით, თუმცა ამ შემთხვევაშიც
ჩვენ ვფიქრობთ იმ ზიანზე, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება მიადგეს იურიდიულ პირს და იუსტიციის საბჭო მიზანშეწონილებიდან გამომდინარე თვლიდა მონაცემების დაფარვის საჭიროებას, ეს იყო იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჩვენ თქვენი მონაწილეობით და ისევ ჩართულობით გადავხედოთ ამ საკითხს და საჭიროების შემთხვევაში ეს დათქმა იმ რეგულაციიდან ამოვიღოთ. რაც შეეხება თანასწორობის უფლებას, აქაც იუსტიციის საბჭოს მიმართ არის რეკომენდაციები, რომ გადაწყვეტილებები იყოს ისეთი ფორმით მოწოდებული, ანუ დაშტრეხული, რომ შემდეგ შესაძლებელი იყოს საქმის მხარეთა, მოწმეთა, მესამე პირთა სქესის იდენტიფიცირება და მოხდეს მსგავს საქმეთა რეესტრის წარმოება. ასევე დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეები დაიწეროს შესაბამისი ფორმით და ინფორმაცია დამუშავდეს დისკრიმინაციისაგან დაცული ნიშნისა და განხილვის შედეგად დამდგარი შედეგების მითითებით. აქაც თქვენ იცით, რომ ჩვენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხდომაზე 2016 წლის 13 დეკემბერს განვიხილეთ ეს წინადადება, იუსტიციის საბჭოზე მოწვეული იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ საკითხების კომპლექსურ შესწავლაზეც თქვენთან ერთად შევთანხმდით. გამოითქვა მზადყოფნა, რომ წინადადებაში წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. 2017 წლის 29 მარტს ასევე განიმართა სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო უზენაეს სასამართლოში და აქ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, რომლის განცხადებით საფუძველზეც გამოიცა სახალხო დამცველის რეკომენდაციები, მონაწილეობდნენ ამ შეხვედრაში. ამ შეხვედრის მონაწილეებს არ ჰქონდათ აღნიშნული ინფორმაცია, არ ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე სასამართლოებში სტატისტიკის წარმოების შესახებ, შესაბამისად სასამართლოს წარმომადგენლებმა გააცნეს ის ანგარიშების ფორმები, შესაბამისი მაჩვენებლები და მეთოდოლოგია მონაწილეთა მხრიდან აღნიშნული დადებითად იქნა შეფასებული. რაც შეეხება დაშტრიხვის თემას გადაწყვეტილების გამოქვეყნების პროცესში, აქაც გამოითქვა მსჯელობა აღნიშნულ შეხვედრაზე და გამოითქვა სურვილი, რომ ისეთი წესი იყოს დაშტრიხვის თავაზებული, რომელიც გენდერული ნიშნის მიხედვით განსხვავების შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ მხარეებს. შეხვედრაზე გადაწყდა შემდგომი შეხვედრების აუცილებლობა და ამ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო მზად არის სახალხო დამცველთან მაღალი ჩართულობით გააგრძელოს მუშაობა და მივიდეთ შესაბამის შედეგამდე. ეს არის ძალიან მოკლედ, რაც რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეიძლებოდა ითქვა. სახალხო დამცველის ანგარიშს ჩვენ ვიცნობთ სრულად, თუმცა იმ საქმეებზე, რომელზეც სახალხო დამცველს სხვადასხვა თავებში აქვს მითითებები გაკეთებული, ჩვენ არ გავაკეთებთ და არავითარ შეფასებას, მით უფრო იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც ჯერ კიდევ სამართალწარმოება დასრულებული არ არის. კეთილი, ძალიან მადლობა ბატონო, შეკითხვები ხომ არ აქვს თქვენი თავდანათი. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა. ნათია კაციტაძე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ვისურვებდი, რომ ასეთი განხილვების დროს პარლამენტის წევრების მხრიდან იყოს უფრო სახალხო დამცველის ანგარიშის შინაარსთან დაკავშირებით მეტი შეკითხვა და უფრო ასეთი დისკუსია, ვიდრე ისეთი, როგორც მოვისმინეთ ახლა. ეხლა რაც შეეხება ცოტა ხნის წინ უფრო სწორედ, ეხლა რაც შეეხება უშუალოდ სასამართლოსთან დაკავშირებით, მადლობა დიდი ქალბატონო ნინო, ორი შეკითხვა მაქვს. პირველი უკავშირდება ძებნილი პირის წარდგენა სასამართლოს წინაშე 48 საათში. ეს არის რეკომენდაცია, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიში, არაერთ ანგარიში არის შესული და სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს რამდენიმე საქმე, სადაც ეს პრობლემა წარმოიშვა და ადამიანი დაკავების შემდგომ, ძებნილი პირი დაკავების შემდგომ 48 საათიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მოხდა მხოლოდ სასამართლოს წინაშე, რათა მისი აღკვეთი ღონისძიების საკითხი განხილულიყო. თქვენ ბრძანეთ, რომ ფიქრობთ, რომ ამისთვის საჭირო არის საკანონმდებლო ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიციით არსებული კანონმდებლობის პირობებშიც შესაძლებელია იმგვარი განმარტება, რომ ეს 48 საათიანი ვადა დაცული იყოს. თუ კი ფიქრობთ თქვენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება არის საჭირო, მაინტერესებს ხომ არ მუშაობთ უკვე პროექტზე, რომელიც შეიძლება წარდგენილი იქნას შემდგომ პარლამენტში იმისათვის, რომ ეს ცვლილება შევიდეს, იმიტომ რომ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში ადგილი აქვს ხოლმე კონკრეტული ადამიანის, შეიძლება ადგილი ჰქონდეს კონკრეტული ადამიანის უფლების დარღვევას. ეს ერთი შეკითხვა და მეორე მინდოდა კომენტარის სახით, რადგან ჩვენ როგორც ჩანს განსხვავებული პოზიციები გვაქვს და ეს შეეხება ირიბი ჩვენების საფუძველზე გამომტყუნებელ განაჩენებს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 1998 წლის კანონმდებლობით ვისაც აქვს მისჯილი, გასამართლებული არიან პირები, ასეთ შემთხვევაზეც ვიხემძღვანელოთ, ასეთ საქმეებშიც ვიხემძღვანელოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უშუალოდ 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს შეეხება და რეალურად საკონსტიტუციო სასამართლომ იმ წარდგინებებზე პასუხად, რომელიც სასამართლომ უზენაესმა სასამართლომ გააგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში, სწორედ ამგვარი განმარტება გააკეთა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვისაც და მოგეხსენებათ კარგად ის, რომ 1999 წლის საპროცესო კოდექსი ეხლა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვისაგან, იმიტომ რომ ძალადაკარგული აქტი არის და რეალურად ახლად გამოვლენილ გარემოებებზე, როცა მსჯელობს სასამართლო 1998 წლის კანონით ხელმძღვანელობის ვალდებულება არ გააჩნია და მოქმედებს ჩვეულებრივად 2009 წლის ნორმები, რაზეც უთითებს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაშიც თქვენს წარდგინებაზე პასუხად. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს სწორედ იმ ადამიანების უფლებების დარღვევას, რომლებიც 98 წლის კანონმდებლობით იქნენ გასამართლებული თავის დროზე, მაშინ როცა დღეს გვაქვს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ ამ ტიპის ნორმით, რომელიც ირიბ ჩვენებას ეხება, გასამართლებული პირები არ იყვნენ სამართლიანი სასამართლოთი ვერ ისარგებლეს ამ პირებმა სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ესე რომ ვთქვათ. ეს მინდოდა მეთქვა, მადლობა. ეთილი კითხვები ხომ არა გვაქვს კიდე ბარემ. ერთი კიდე მანიშნეთ ვის გაქვთ კითხვა? ბატონიოთო თქვენ კეთილი. ბოდიში რატი? ეს დაკინახეთ. კეთილი. მაშინ თქვენ შემდეგ 20 და შემდეგ რატი? დიდი მადლობა თათო ქელვაკიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია ინიციატივა მოსყოდი ჯგუფის რეაბილიტაციისათვის. მე ერთი კითხვა მექნებოდა არასრულთა მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით. არასრულთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად არასრულთა სასამართლო სისტემები არის დახურული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა არა ნაკლებ მნიშვნელოვანია თვითონ ამ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, რომ გაანალიზდეს თუ როგორ ხდება იმ სტანდარტების დაცვა, რაც გათვალისწინებული როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, როდესაც გარეშე პირებს, გარეშე ორგანიზაციებს, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, მიეცეთ შესაძლებლობა გარკვეული პირობით, როცა პერსონალურ მონაცემებს დაიცავენ, არ გაასაჯეროებენ, მოახდინონ დაკვირვება აღნიშნულ პროცესებზე და გარკვეული ანალიზი მოახდინონ, რომ შეფასდეს რამდენად არის დაცული ამ პროცესში ბავშვთა უფლებები. მადლობა. კეთილი, თქვენ შემდეგ ოთო. მოგესალმებით, ირენა გაბუნია, წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაცია ციხის საერთაშორისო რეფორმას. მე მოკლე კომენტარს ვიტყვი მოხსენებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაუხადა როგორც სახალხო დამცველს, ასევე ქალბატონ ნინოს მნიშვნელოვანი პროგრესული ნაბიჯებთან დაკავშირებით და ასევე იმ მნიშვნელოვან გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ანგარიშებში სახალხო დამცველის ანგარიში იყო აღნიშნული. შეიძლება ითქვას, რომ აქტიურად ვაკვირდებით ყველა ზემოთ ჩვენი კონტექსტიდან გამომდინარე ყველა მოცემულ რეკომენდაციას და მის შესრულებას და შეიძლება ითქვას აქტიურად უჭერთ მხარს აღნიშნული ინსტიტუტების გაძლიერებას და განსაკუთრებით თვლით რომ მოცემულ მომენტში შეიძლება ითქვას სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის ყველაზე გამართული მიმღებლობით გამორჩეული სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და ჩემი შეკითხვა ეხება სახალხო დამცველის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას ისე და ისე ჩვენი კონტექსტიდან გამომდივარ ეს არის წამების პრევენცია შუალედურ რეკომენდაციას ამ წელთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოსამართლეების მხრიდან პოზიტიური როლის გამოკვეთას წამების არასათანადო ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, აღენიშნება თუ არა სახეზე ან გარედან თქვა ჩაცმულ პატიმას, რომელიც განსაკუთრებით დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ან განყოფილებიდან ხდება უკვე სასამართლოში გადაყვანა და ამ ადამიანის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა. ამ ეტაპზე და ამ ასეთ შემთხვევების დროს უკვე ეფექტური მექანიზმის დანერგვა იმ მხრივ რომ მიმართოს სახალხო მოსამართლემ, მაგალითად პროკურატურასთან შესაბამისი გამოძიების ორგანოებს. ამ კუთხით თუ მიმდინარეობს მუშაობა, როგორც ვიცი, რაღაც გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებსაც საჭიროებს ეს რეკომენდაცია და ჩვენ ძალიან მივესალმებით ამ ზომის დანერგვას სასამართლო სისტემაში. მადლობა ბატონო ოთარ ძალიან გთხოვთ. ოთარ ძალიან გთხოვთ ძალიან მოკლედ თუ შეიძლება და რატისაც ბატონო მოგესალმებით ქალბატონ ნინო რამდენიმე კითხვა მაქვს პირველი ეხება
ცხადია რუსთავი 2-ის საქმეს. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აცნობიერებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომ საზოგადოებასაც მინდა შევახსენო, რომ ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც გამოხატვის თავისუფლების დასაცავად დროებითი შეჩერების ღონისძიება გამოიყენა ევროსასამართლომ. ამავე დროს ევროსასამართლომ მიუთითა, რომ ეკრძალება სახელმწიფო მოხელეებს ეკრძალებათ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. ეს აკრძალვა დააფიქსირა პირდაპირ დროებითი შეჩერების ღონისძიებაში. და ამას უკავშირდება კითხვა. პირველი, თქვენი შეფასება მაინტერესებს, სასამართლო გადაწყვეტილებაში არის მითითებული, რომ როდესაც დროებითი მმართველები დანიშნა ბატონმა ურთმელიძემ, აღნიშნა, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ უნდა იყოს ამგვარი და სხვაგვარად უნდა გააშუქოს მოვლენები რუსთავი 2-მა. აქ ჩემი კოლეგებიც უკმაყოფილოები არიან ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკით, მაგრამ სასამართლო როდესაც აფიქსირებს ამას გადაწყვეტილებაში, ამას გაცილებით მაღალი წონა აქვს უკვე. ამას როგორ აფასებთ ამ ჩანაწერს, კონკრეტულ ამ გადაწყვეტილებას? ეს ერთი კითხვა. მეორე, რამ განაპირობა, როდესაც ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო საქმეზე და ამავე დროს საკმაოდ იშვიათ სამართლებრივ დავას წარმოადგენდა და შესაბამისად იგმა პალატამაც ამიტომ განიხილა საქმე. რამ განაპირობა ის გადაწყვეტილება, რომლითაც თქვენ ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვიტეთ განგეხილათ რუსთავი 2-ის საქმე. რა იყო აქ მიზეზი? შემდეგი კითხვა ეხება აღკვეთი ღონისძიების საკითხს. სასამართლო ხელისუფლების მიმართ სერიოზული ბრალდებაა ის, რომ აღკვეთი ღონისძიების განჩინებების შესწავლისას დადგინდა, რომ განჩინებები შაბლონური და დაუსაბუთებელია, სადაც უბრალოდ ციტირება ხდება კანონის ნორმების და მასში დასაბუთება არ არის წარმოდგენილი. სახალხო დამცველის მოხსენება გაქვთ ხედველობაში. დიახ. ანუ ეს არ არის ერთეული შემთხვევები, ანუ განჩინებები იყო შესწავლილი და ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით რა კომენტარი გაქვთ? ანუ ამის შესაძლებლად, ამის აღსაკვეთად მომავალში გამოსასწორებლად რა ღონისძიებებს გეგმავს სასამართლო? ამავე დროს თქვენ მედიაში დააფიქსირეთ, დღესაც აქ იყო ახლა მედიაში დააფიქსირეთ, რომ თქვენ ამასთან დაკავშირებით პოზიცია ჯერჯერობით არ გაქვთ, მაგრამ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აჟღერებს მსჯელობისთვის ინიციატივას, რომ ხომ არ შემოვიტანოთ რაიმე ტიპის რეაგირების მექანიზმი მოსამართლის. ძალიან დიდი ბოდიში, ნუ დავიწყებთ რა, იგივე ხო გავიარეთ ეს საკითხი. შეიძლება მე უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სახალხო დამცველს არ ეხება, ოთო ძალიან გთხოვთ. ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ბევრი ადამიანი გველოდება, დღეს ვერ მოვასწრებთ ფიზიკურად. სახალხო დამცველსაც ეხება, ვინაიდან სახალხო დამცველმაც დააფიქსირა ამას დაკავშირებით თავისი პოზიცია. გასული წლის ანგარიშს არ ეხება. ძალიან გთხოვთ, ჩავჭირთ რა ჩარჩოებში, რომ უბრალოდ ფიზიკურად მოვასწროთ დღეს ყველაფერი. გავიარეთ ეს თემა და გეთილი და მაშინ კარგი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თუ არ სურს უზენაეს სამართლის თავმჯდომარის, ეს თავად გადაწყვეტს, ხო? ქალტონ სოფო, მე ეს კითხვა უნდა დაისვას, იმიტომ რომ საზოგადოებას აინტერესებს. გასაგებია. მოვასწრებთ აუცილებლად ხო? ძალიან დიდ ხანსაც არ ვსაუბრობ, ხო? და ამ ბოლოს მაინტერესებს აგრეთვე თქვენი პოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხებს განიხილავს და გაჩნდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ხდება ეს განზრახ იმისთვის, რომ ბატონი ლევან მურუსიძე, თქვენი კოლეგა, დაინიშნოს უვადოდ მოსამართლედ. ხომ არ არის აქ ინტერესთა კონფლიქტი და რაიმე ტიპის პრობლემებს ხომ არ ხედავთ იუსტიციის საბჭოს ამ გადაწყვეტილებაში? კეთილი, დიდი მადლობა, ბატონ რატი და შემდეგ უკვე ქალბატონ ნინოს მივცეთ პასუხი. მოგესალმებით, ჩემი შეკითხვა ეხება პირველ რიგში ვიტყვი დიდი მადლობა ანგარიშისთვის, ასაკვირველია და მესმის რომ მცირე დროში უფრო მეტი ჩატევა შეუძლებელი იყო ფაქტიურად, მაგრამ ის ინფორმაციაც საკმაოდ წონადი და საინტერესოა, რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ. მე ერთ მიმართულებას შევეხებ, ეს არის ქვედუნარიანობის სისტემის სამართლებრივი რეფორმა, რომელიც წინამოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო, რადგან ეს კონკრეტულად ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს ემსახურებოდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა ის უფლებები დაებნა, რომელიც ფაქტურად არასდროს არ უსარგებლია.
გვაქვს ჩვენ ამ მხრივ ხდება განხორციელების ცვლილების განხორციელების ეტაპზე გარკვეული ცვლილებები, რაც უკავშირდება ისევე ხარდაჭერი პირის მიღებასნობის დასაბუთებას და უბრალოდ მინდა მოვისმინო ყველაზე მნიშვნელოვანი რა პრობლემები და გამოწვევები მიგვაჩნია ამ ეტაპზე, რომ უფრო თქვა ეფექტური იმპლემენტაცია ხდებოდეს ამ გადაწყვეტილებების. მადლობა. კი ბატონო. მადლობა ქალბატონო, გთხოვთ კი ბატონო, შევეცდები, რაც შეეხება ჩვენ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დავაზუსტებ და მივესალმები თქვენს თანამშრომლობას და ჩვენ თანამშრომლობა ისედაც მრავალი წელია გრძელდება და მე ამ ფორმატს მივესალმები. ჩვენ ნასაკვირველი არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ როდესაც განზოგადებას ვაკეთებთ აღკვეთის ღონისძიების საკითხებთან და ბატონი ოთარის პასუხიც იქნება, როგორც ძებნილი პატიმრის შემთხვევაში გვაქვს რაღაცა შეთავაზებები იუსტიციის სამინისტროსთან და ასევე ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს იურიდიულ კომიტეტთან. თქვენ იცით, რომ საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებების ფორმატი არა მხოლოდ ამ საკითხებზე, არამედ იმ საკითხზე, რომელიც თქვენს მიერ არის დაყენებული და ირიბი ჩვენების საკანონმდებლო რეგულაციას უკავშირდება პარლამენტის გადასაწყვეტი, ამ მიმართებით ჩვენ გვაქვს წინადადებები და ვფიქრობთ, როგორც იუსტიციასთან, ისე იურიდიულ კომიტეტთან ერთად და ზოგადად პარლამენტთან ამ საკითხებს დავძლებთ. საკანონმდებლო რეგულაციის გარეშე თქვენი შეკითხვა 98 წლის საპროცესო კოდექსთან მიმართებაში ჩვენი არაერთი მსჯელობის საგანი იყო სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოზე თვით გერმანული კოლეგების მონაწილეობით. თქვენც იყავით დაპატიჟებული ამ შეხვედრებზე, ძალიან მაღალი დონის ექსპერტები გვაძლევდნენ რეკომენდაციებს ამ საკითხზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ახალი გარემოების ასეთი ფორმატი სხვა კანონმდებლობებში ფაქტობრივად არ ფიქსირდება, ამიტომ მათი რეკომენდაცია ძალიან ფრთხილი იყო, რაც ფაქტობრივად ჩვენც აღარ გვაძლევდა შესაძლებლობას მიუხედავად თქვენი დასაბუთებებისა და მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, ეს გავრცელებული იყო 98 წლის კანონზე. აქ შემოდიოდა უამრავი სხვა სამართლებრივი პრობლემა, იგივე უფლებების დაცვის კუთხითაც და პროცესში მოგეხსენებათ არ არის მარტო ბრალდებული, ამიტომ ამ საკითხებთან მიმართებაში ჩვენ ნამდვილად გავუწიეთ ანგარიში ევროპელი კოლეგების მოსაზრებებს და იმ იდეას, რომ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო ყველა მიცის აღმჯდომა, რომ ის არჩევის ფარგლებში რჩება და არ გადის სხვა ნორმებზე და სხვა წლებზე და სხვა კოდექსებზე, მით უმეტეს ძალადაკარგულზე, თუმცა ძალადაკარგული კოდექსი არის თუ არა ძალადაკარგული ესეთ სამართლებრივი შეფასების საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძველი საქმეები, სადაც ძველი კანონმდებლობით საპროცესო სამართალწარმოება მიმდინარეობს. ამიტომ ეს რთული საკითხია, ეს ვერ იქნება ესე ცალსახად გადაწყვეტილი საკითხი. თქვენ დასაბუთებებს ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენ კანონმდებლობაში ასეთი გაბედული ნაბიჯები გადავდგათ და ეს არ დაგავიწყდეთ, რომ უდიდეს რესურსთან არის ამავე დროს დაკავშირებული და უამრავი ადამიანის უფლებასთან. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მზადა ვართ, რომ სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში კიდევ ვიმსჯელოთ. მე შემიძლია შემოგთავაზოთ ძალიან მაღალი დონის ექსპერტების რეკომენდაციები და თქვენც ნახეთ და ამის შემდეგ შეიძლება კიდევ კარგად ჩამოვყალიბდეთ. ამიტომ რაც აღკვეთის ღონისძიებებს საკითხს უკავშირდება, მე არ გამოვრიცხავ ბატონობთან, რომ იქნება გარკვეული ხარვეზები დასაბუთების კუთხითაც ჩვენ ძალიან კარგი ევროსაბჭოს ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი ყავს, რომელმაც ჯერ კიდევ 2015-16 წლებს პროკურატურისთვის გააკეთა ძალიან კარგი სახელმძღვანელო სტანდარტებთან მიმართებაში. ჩვენ ამ სახელმძღვანელოს გამოყენებით და ასევე ახალი კომენტარებით ძალიან აქტიურად მუშაობთ მოსამართლეებთან და მე დავასახელე იმ იუსტიციის უმაღლესი სკოლის აქტივობა, იუსტიციის საბჭოს აქტივობა, იმ ტრეინინგებითა და მუდმივი გადამზადებით, რითაც ეს საკითხები ნელ-ნელა უნდა დაიჭიროს. თუმცა მაჩვენებელი პატიმრობის გამოყენების დაბალი რიცხვი დღეს სასამართლოებში იმედს იძლევა, რომ ეს ნაკლოვანებელი, რაც ახალ ხოდამცველის მოხსენებაშია, იქნება აღმოფხრილი. საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომელიც ბატონმა ტატომ დასვა, ძალიან მნიშვნელოვანი არის. არასრულწლოვანთა წარმოება დახურულ სასამართლოს ხდომებზე ეს არასრულწლოვანი საუკეთესო ინტერესს უკავშირდება, იცით და ძალიან კარგია თქვენი ინიციატივა, რომ დაკვირვება და მონიტორინგი ამ პროცესებზე მოხდეს. მე ამ საკითხზე ვესაუბრე ქალბატონ რენატა ვინტერს, ავსტრიელ მოსამართლეს და ჩვენ კოლეგას. ქალბატონ რენატამაც და იუნისეფის წარმომადგენლები ასევე ამ საკითხში მონაწილეობენ. ბრძანეს, რომ არის გამოსავალი და გზა, მაგრამ ასეთი მონიტორინგის განხორციელებელი პირების განსაკუთრებული შერჩევა უნდა მოხდეს. ჩვენ მზადა ვართ ერთი სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში, თქვენც მოგიწვიოთ და შედგეს სავარაუდო სია. ეს სია შემდეგ იუსტიციის საბჭოზე უნდა იქნეს გატანილი იმ მონაცემებით და იმ მაღალი გარანტიებით, რომ არ იქნება ხელყოფილი პროცესის საჯარო პროცესის მართლმსაჯულების ინტერესი უკაცრავად და ასევე არასრულწლოვანი საუკეთესო ინტერესი. სხვა მხრივ ხელშემშლელი გარემოება ნამდვილად არ არსებობს. ჩვენ სიამოვნებით
დავთანხმდებით ნებისმიერ მონიტორინგს, რომელიც კეთილშობილურ და კეთილსინდისიერ მიზნებს მოემსახურება. ქალბატონი ირინას შეკითხვა ციხის რეფორმასთან დაკავშირებული, როდესაც სასამართლოს ვალდებულებას უკავშირდება არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში რეაგირება გააკეთოს, ასევე ჩვენ არაერთ სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოზე გქონდა და აქაც საპროცესო კოდექსში დაკავშირებულ ცვლილებებთან, როგორც მივანიშნეთ სახალხო დამცველთან, ჩვენ მზათავართ, რომ საკანონმდებლო ნოვაციის შემუშავებაში მივიღოთ აქტიური მონაწილეობა და გქონდეს მოსამართლეს ის გასასვლელი გზა საპროცესო კანონმდებლობაში გაკეთებული დათქმებით, რაც ამ უფლების დაცვის ეფექტურობას განაპირობებს. ამიტომ ჩვენი მუშაობა ამ მხრივ ძალიან აქტიურია და მე მივესალმები იმ იდეას, რომ საკანონმდებლო მუშაობა დღესდღეობით ძალიან ხშირად ჩვენი თანამშრომლობის ფორმატში მიდის და სასამართლო პრაქტიკის განზოგადება ამ საკითხებთან მიმართებაში ნამდვილად ხდება. ჩვენ ყველა ასეთ საკითხზე გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და რეაგირებაც სასურველი იქნება თქვენი ძალისხმევითაც თუ განხორციელდება. რაც შეეხება ბატონი ოთარის დასმულ საკითხებს, რომელიც რუსთავი-2 საქმეს უკავშირდება, მე სრული პასუხისგებლობით მინდა განვაცხადო, რომ როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ისე განჩინებებში ბატონო ოთარ ყველა ამ საკითხზე პასუხი გაცემული არის, ამიტომ მე არ შევცვლი ტრადიციას და არ ვარ ანგარიშვალდებული თქვენს წინაშე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, თქვენ თუ გადაწყვეტილებას დეტალურად ნახავდით და იმ განჩინებებს, იქ ყველა კითხვაზე ნამდვილად არის პასუხი. თუ ნახავთ ნამდვილად კეთილსინდისიერად არის იქ ყველაზე გაკეთებული შეფასება და პასუხები, ამიტომ გარდა ამისა ძალიან მოკლედ შევეხები არა იმ დებატებს და არც მაქვს ეს სურვილი იმ საკითხს, რაზედაც თქვენ თქვით, რომ თავს იკავებთო და არა გაქვთ პოზიციაო, შეუძლებელია მე პოზიცია არ გქონდეს იმ საკითხებზე, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ურთიერთობა, უფრო მეტი დიალოგი, კეთილგანწყობა და განცდა იმ მაღალი პასუხისგებლობისა, რაც ხელისუფლებებს გააჩნიათ ზოგადად, როგორც საპარლამენტო ხელისუფლებას, ისე სასამართლო ხელისუფლებას. ჩვენ არავითარ კრიტიკას არ გაობივართ, ნებისმიერი ფორმის დიალოგი, რომელიც არის ეთიკის მაღალი სტანდარტით, ჩვენ მზადავართ ამ დიალოგში ჩავერთოთ, დავიცვათ საკუთარი უფლებებიც და დავიცვათ მართლმსაჯულების ინტერესი. ეს არ არის ჩემი ან ჩემი კოლეგების დაცვა, ეს არ არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაცვა, ეს არის სასამართლოს ავტორიტეტისა და პრესტიჟისათვის ზრუნვა. საზოგადოების ნდობის დაბრუნება და თუ ამაში თქვენ ხელს არ შეგვიწყობთ საკანონმდებლო ან ჩვეულებრივი მოქალაქეები, სახალხო დამცველი დაზარალდება მთლიანად საზოგადოება. ჩვენ დაზარალებაზე არ აგვაქვს განსაკუთრებით ემოციური განცდები, ამიტომ ერთხელ კიდევ თხოვნა ყველას მიმართ, ჩვენ ვართ ღია დიალოგის მომხრე, პრობლემებზე ღიად საუბარი, აბსოლუტურად შესაძლებელია, იმიტომ რომ ცივილიზებული საზოგადოება არის აქაც და ზოგადად ქვეყანაშიც და სამართლებრივი მარჩეგნების დონის გაუმჯობესება მუდმივად საჭიროა. ეს მუდმივად ყველა საზოგადოებისთვის საჭიროა, ამიტომ ამ ფორმატში ჩვენ ვიქნებით აშკარად აქტიურები. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქმიანობას, ჩვენ გუშინაც გქონდა საბჭოს ხდომა, იყო ძალიან მაღალი ინტერესი, იყვნენ მედიის წარმომადგენლები და ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას უვადოდ გამწესების საკითხებზე, რომელიც შეეხება ყოფილი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებს და არა მხოლოდ ბატონ ლევან მურუსიძეს, ზოგადად შეეხება ყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებს. ამ საკითხზე საბჭომ დაიწყო მუშაობა, ჩვენ მომავალ ხდომაზე და დავაანონსებთ დღის წესრიგსაც, ისევე როგორც ყოველთვის ვაანონსებთ 7 დღით ადრე, გვექნება ამ საკითხზე მსჯელობა და მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილებით მოგახსენებთ ჩვენ ასე. თუ მე განსხვავებულ პოზიციაზე დავრჩები, არც ამას დავერიდები და ამაზეც მექნება პასუხი. მე პატივი უნდა ვცე საბჭოს და მხოლოდ მას შემდეგ შემიძლია ამაზე კომენტარი გავაკეთო, როცა საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მოკლედ, რაც მინდოდა მეთქვა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მისმენთ.